მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჯანმრთელობის დღიურებს და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ გრიპი. მოგეხსენებათ, რომ გრიპი მუდმივად აქტუალური პრობლემაა, ვინაიდან გრიპის ვირუსი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე ადამიანს აინფიცირებს და ზოგჯერ დაავადება საკმაოდ მძიმედაც მიმდინარეობს. წლის ამ მონაკვეთში გრიპს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეგრეთ წოდებული გრიპის სეზონის მოახლოება, რომელიც საქართველოში ოქტომბრის თვიდან იწყება და როგორც წესი ადრეულ გაზაფხულამდე გასტანს. გრიპი მრავალშრიანი პრობლემაა და დღევანდელ ჩვენ ეპიზოდში შევეცდებით ეს დაავადება იმ პრიზმებიდან მიმოვიხილოთ, რომელიც ჩვენში ნაკლებად არის პოპულარული და ნაკლებად არის ხოლმე გარჩევის საგანი, თუმცა უყურადღებოდ გრიპთან დაკავშირებული არც ის საკითხები გამოგრჩება, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურობაში აწუხებთ. გულისხმობ გრიპის გადაცემის გზებს, სიმპტომებს, პრევენციის და მკურნალობის მეთოდებს და სხვა. ამ თემებზე სასაუბროთ დღევანდელ ჩვენ გადაცემაში სტუმრად მოვიდა ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის პროგრამების კოორდინატორი და ასევე ჩემი მეგობარი, ამიტომ დღევანდელი გადაცემა ბატონობის გარეშე და შენობით წარიმართება. დიდი მადლობა ზურა მობრძანებისთვის და მოგესალმები. გამარჯობა სანდრო, მადლობა. და კი, მე ვთვლი რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ზურა, ჩემი პირველი შეკითხვა შეეხება ტერმინს გრიპი. ეს ტერმინი ადამიანების ყურებამდე, თვალებამდე, გონებამდე სხვადასხვა სახელწოდებით აღწევს ხოლმე. ანუ ხშირად გვესმის ქათმის გრიპის, ღორის გრიპის, სეზონური გრიპის, თუნდაც გრიპოზული დაავადებების შესახებ. რასთან გვაქვს რეალურად საქმე? რატომ არის ესეთი დამაბნეველი გრიპის ტერმინი? ანუ არის თუ არა ეს ერთი დაავადების სხვადასხვა სახელწოდება, თუ რეალურად სხვადასხვა დაავადებებთან და მათ სხვადასხვა გამომწვევებთან გვაქვს საქმე? და თუ ეს ასეა, რატომ ერთიანდებიან ისინი ერთი სახელის ქვეშ? ხო, ეს ძალიან საინტერესო საკითხია და ზუსტად ამაზე მინდა რომ ცოტა სიღრმისეულად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ იმისთვის რომ გრიპის ვირუსი კარგად გავიცნოთ, რას თავისთავად იმაში გვეხმარება, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტები შევიმუშაოთ, პრევენციის მეთოდები შევიმუშაოთ და ასე შემდეგ, უნდა ვიცოდეთ, საიდან წარმოიქმნა გრიპი და რატო არის ესეთი მრავალფეროვანი. ცოტა უკან რომ გადავიდეთ, ხო, ანუ გრიპის ვირუსი ფაქტობრივად ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა, ევოლუციონირებდა და პერიოდულად იწყებდა ძალიან დიდ ეპიდემიებს, პანდემიებს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ადამიანებმა არაფერი არ იცოდნენ მიკრობული სამყაროს შესახებ. მაშინ როცა დიდი პანდემიები დაიწყო გრიპის. შესაბამისად, მათი წარმოდგენები ძირითადად იყო დაკავშირებული რაღაც იმიერ სამყაროებთან, ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო რაღაც განსასჯელი, რომელიც ღმერთებმა მოულინეს და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა საკითხი, რომელიც არის ძველი და უკავშირდება გრიპს, ზუსტად აი ამ პერიოდიდან მოდის. მათ შორის არის თვითონ სახელიც, რომელიც გამოჩნდა დაახლოებით 14-15 საუკუნეში, ზუსტად შეიძლება თარიღი მეშლებოდეს და ისევ დაახლოებით იგივე შინაარსიდებს მასაც. ანუ ეს იყო ის პერიოდი, როცა ითვლებოდა, რომ ვარსკვლავების ზემოქმედების შედეგად დაავადებები დედამიწაზე აქტიურობდნენ და ინფლუენსა, რომელიც იტალიური წარმოშობის სიტყვა და შემდგომში დამკვიდრდა და გავრცელდა, სწორედ აი ზეგავლენას ნიშნავს. აი ამ ზეგავლენის აღნიშნული იყო. უბრალოდ დროთა განმავლობაში შემდგომში ეს ინფლუენსა შემცირდა და დარჩა მისგან მხოლოდ ფლუ, რომელსაც დღეს საერთაშორისოდ იყენებენ და საქართველოს ჩვენ მას ვეძახით გრიპს. მაგრამ ვინაიდან თვითონ უამრავი დაავადება, არსაუბრობთ მხოლოდ რესპირატორულ დაავადებებზე, სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, შესაბამისად ხშირ შემთხვევაში მიეწერებოდა ხოლმე სხვა დაავადებების გრიპს და ასევე ტერმინიც გაზოგადდა და გრიპის მაგვარი დაავადებები გვაქვს რა დღეს უკვე სამედიცინო ტერმინოლოგიაში და ასე შემდეგ. სიმბოლოდ იქცა გრიპი ასეთი ტიპის ინფექციური დაავადებების. კი ბატონო, ისევ სახელწოდებასთან რო დავრჩეთ. ვახსენე უკვე რომ ქათმის გრიპი, ღორის გრიპი ასე შემდეგ. თუმცა ასევე გვესმის ისეთი აღნიშნულები გრიპის, როგორც არის H1N1, H5N2 და ასე შემდეგ. რას გულისხმობს ეს? ანუ რა ტიპის კლასიფიკაციასთან გვაქვს საქმე, როცა გრიპს ვყოფთ ამ H და N კატეგორიებით? ეს H და N კატეგორიები არის რეალურად ამ გრიპის ვირუსის ზედაპირული გენები, რომლებიც მუდმივად იცვლის ფორმას. აი დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ აი ეს ფორმის ცვლილება რას გულისხმობს. არის H გენები, არის N გენები და ვინაიდან თვითონ გრიპი არის ზოონოზური ინფექცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ცხოველებიდან, ხერხემლიანებიდან ადამიანებზე გადადის, შემდგომ უკან ბრუნდება, ანუ სახეობრივ ბარიერებს არღვევს და შეუძლია სხვადასხვა ორგანიზმებში მას მოგზაურობა და აი ამ პერიოდში ახალ უნარებს იძენს და ცვლის აი ამ H-ების და N-ების კონფიგურაციებს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ
რატო არის გრიპი ამხელა პრობლემა დედამიწაზე და რატო იყო ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემა, სწორედ აი ამ პრიზმაში შევხედოთ და ვნახოთ როგორ იძენს ამ გენებს და იცვლის ფორმებს. H და N რომ გავაჩეროთ და აი გვერდზე რიცხვები ვცვალოთ. რიცხვები ვცვალოთ იმის მიხედვით, რომელ ორგანიზმებში იმოგზაურა ვირუსმა და საიდან რა თვისებები შეიძინა, რაღაცა კონკრეტული დამთხოვების შემდგომში ბადებს უკვე ახალ ვარიანტებს, რომელიც თუ ვირუსისთვის სასარგებლოა ხდება დომინანტური და რჩება ძალიან დიდხანს. აი აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენ მაგალითად ეს H1N1 ან სხვა H-ების და N-ების კონფიგურაციით ცნობილი გრიპის ვირუსები და მას კიდევ თავისი სახელები აქვს ამ გრიპებს, რომლებზეც ალბათ ვისაუბრებთ, რომლებიც იყო ან იმ გეოგრაფიულ ადგილთან დაკავშირებული, ან იმ ცხოველთან, რომელთანაც ასოცირებული იყო, საიდან შეიძლება ეს ვირუსი დაწყებულიყო. ასევე გვაქვს ტიპები, რომლებიც შემდგომში უკვე კლასიფიკაციაში მოვაქციეთ. ეს არის A ტიპის გრიპის ვირუსები, B ტიპის გრიპის ვირუსები, C ტიპის გრიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით უფრო ახალი მოვლენაა. ანუ ეს სხვადასხვა სახელწოდებები რეალურად გულისხმობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას და ამიტომაც არიან ისინი კლასიფიცირებული სხვადასხვა სახელებით, H-ების და N-ების მიხედვით. კი ბატონო, ყველა არის გრიპი, მაგრამ მათი ბუნება, ხასიათი შეიძლება ერთმანეთთან რადიკალურად განსხვავდეს. ანუ მხოლოდ ფორმას არ იცვლის, არამედ შინაარსს. შინაარსს, კი, აი ეს გენების ცვლილება მაგას განაპირობებს, რომ ის ხასიათს ზოგჯერ სრულიად დრამატულად ცვლის. ანუ დაახლოებით რომ შევადაროთ და უხეში პარალელი რომ გავალოთ, ვიცით რომ ლომიც, ვეფხვიც, პანტერაც განსხვავებული ცხოველები არიან, თუმცა ყველანი კატისებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან, ზოგი საშიშია, ზოგი კიდევ სახლში ყავს მოშინაურებული. უხეში პარალელია ჩვენი მაყურებლებისთვის გასაგები რო გახდეს, დაახლოებით ამასთან გვაქვს საქმე გრიპის ვირუსის. კი ბატონო, თუ ჩავთვლით რომ კატა არის გრიპი და აი ეს ყველა სხვადასხვა სახეობა არიან, ეს H1N1 და ასე შემდეგ სხვადასხვა სახელდების გრიპები დაახლოებით იგივე გამოდის, იმიტომ რომ მათი ხასიათებიც ზუსტად აი ესე რადიკალურად შეიძლება განსხვავდებოდეს საერთო ნიშან-თვისებების გარშემო. კი ბატონო, ჩემი შემდეგი შეკითხვა გამომდინარეობს ლოგიკურად შენი წინა პასუხიდან. ამხელა გზა განლო გრიპმა ამდენი პანდემია, ეპიდემია გამოიწვია, სეზონურადაც ცირკულირებს. რატომ რჩება დღემდე გრიპის ვირუსი მორეციდივე განმეორებით პრობლემად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის? თითქოს ყოველწლიურად ადამიანები იცრებიან გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ბევრსაც ემართება გრიპი, მოდის ზაფხული, პრობლემა თითქოს მიდის, ისევ დგება შემოდგომა და ადამიანები მასობრივად ინფიცირდებიან და მსუბუქად რო თქვათ, ჩვენს ყოველდღიურობაში გრიპის ვირუსი ისევ ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის. საიდან გამომდინარეობს გრიპის ვირუსის ეს მორეციდივე ხასიათი და ბუნება? გრიპის ვირუსის ასეთი ხასიათი მისი თვითონ მოლეკულური აღნაგობის შედეგია და იმ ევოლუციისა, რომელიც გრიპმა გაიარა. მოდი აი გავყვეთ ამ ევოლუციის გზას და ეს დაგვეხმარება, რომ გავიცნოთ კარგად მისი ხასიათი. როგორც წეგან აღნიშნეთ, ის არის ზოონოზური ინფექცია, ანუ კავშირში არის ცხოველურ სამყაროსთან, საიდანაც ხდება ადამიანზე შემდგომში გავრცელება. ეს ყველა ვირუსს ასე არ ახასიათებს, იმიტომ რომ არის მაგალითად ადამიანისთვის ექსკლუზიური დაავადებები, სახეობები, რომლებიც მარტო ადამიანის სხეულში ბინადრობენ, როგორც არის მაგალითად ესეთი ძალიან ცნობილი ტრიადა ინფექციური დაავადებების წითელა, წითურა, ყბაყურა. მაგრამ არიან დაავადებები, მაგალითად მალარიას აქვს ისეთი ვარიანტები, რომლებიც მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ გარეულ ცხოველებში გვხვდება, მაგრამ ისინი არ აინფიცირებენ ადამიანებს და არ შეუძლიათ მათ ადამიანს დაინფიცირება. მაგრამ თვითონ გრიპის საკუთრივ ექსკლუზიურად გარეული ფრინველების ბინადარია. ის როგორც წესი ცხოვრობს იხვების ორგანიზმში, გედების ორგანიზმში და ასე შემდეგ. რაღაცა ეტაპზე მან დაიწყო ევოლუციონირება. არასამედიცინო ტერმინით პარაზიტი რო ვიხმაროთ, აი ვირუსები არიან დაახლოებით ასეთები. იმიტომ რომ მათ თვითონ დამოუკიდებლად სიცოცხლე გამრავლება არ შეუძლიათ. მას ჭირდებათ ეს მასპინძელი ორგანიზმები. მასპინძელი ორგანიზმები, სადაც ისინი ბინადრობენ, მაგრამ იმ მასპინძელ ორგანიზმსაც სხვა ორგანიზმებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ მათშიც გაავრცელოს შემდგომში ეს ვირუსი. იმიტომ რომ ეს არის მისი გადარჩენის გზა.
ყველაფერი სავარაუდოდ უნდა დაწყებულიყო დაახლოებით ნეოლითის ეპოქის დასრულებასთან ერთად, როცა ადამიანებმა მომთაბარეობა, შემგროვებლობა და ნადირობა შედარებით შეამცირეს და დაიწყეს პირველი მუდმივი საცხოვრებლების დაფუძნება. ასაც მოყვა მეცხოველეობა, მეფრინველეობის რასაც შემდგომში მოყვა უკვე აი ეს მეცხოველეობა, მეფრინველეობის რევოლუცია და ასევე ინფექციური დაავადებების რევოლუცია. იმიტომ რომ რეალურად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა იმისთვის, რომ ახალი რეზერვუარები ეპოვათ ასეთი ტიპის ვირუსებს. მანამდე თუ მხოლოდ ფრინველში ცხოვრობდა, შემდგომში მან ნახა უკვე სხვა რეზერვუარებიც. როცა ადამიანებმა დაიწყეს ღორის მოშინაურება. ეს მოხდა სადღაც დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე და რატო ღორი? იმიტომ რომ ღორი ასევე ერთ-ერთ რეზერვუარს წარმოადგენს გრიპისთვის და მისი რაღაცა უჯრედების ნაწილი მსგავსია ადამიანების და ასევე მსგავსია ფრინველების უჯრედებთან და შესაბამისად ამან დამატებითი ფორა მისცა გრიპის ვირუსს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანამ სანამ ასე ერთეულებად, მცირე ჯგუფებად მიგრირებდნენ და მოძრაობდნენ ადამიანები, მაშინ ეს ყველაფერი არ იყო. და მაშინ ეს ვირუსები არ არსებობდა. ანუ ადამიანის ორგანიზმს ნუ განვიხილავთ მაინც და მაინც იმ ბინადრად, სადაც ევოლუციონირებდა ის აი სწორედ ამ რეზერვუარ ცხოველებში ახერხებდა ის დაბინავებულიყო, მანამ სანამ ადამიანთა ახალი ჯგუფი, მომთაბარე ადამიანის ახალი ჯგუფი გამოჩნდებოდა ხოლმე. აი ეს შემდგომში, როცა უკვე დაიწყეს ადამიანებმა ქალაქების მშენებლობა და პირველი დიდი ქალაქებიდან. დიდი ალბათობით იმ პერიოდიდან უნდა ყოფილიყო დიდი ტრაგედიებიც. მაშინ როცა შეიქმნა მაგალითად პირობითად ორი დიდი ქალაქი და მათ შორის დაიწყო სავაჭრო ურთიერთობები. უბრალოდ ჩვენ ამის შესახებ არავითარი ისტორიული დოკუმენტები არ გაგვაჩნია. არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ მაგავე პერიოდს უკავშირდება დამწერლობის პირველი ფორმების ჩამოყალიბებას, ამიტომ არ გვაქვს მოლოდინი რომ რამეს ვიპოვით, სადმე ეწეროს რაღაცა, სადმე აღწერილი იყოს დაავადება, რომლის სიმპტომების მიხედვითაც ვივარაუდებთ, რომ ეს გრიპი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაც გვაქვს, ეს არის უკვე ძველი წელთაღრიცხვის 412 წლის ჰიპოკრატეს ჩანაწერები. ჰიპოკრატეს ჩანაწერები, რომელიც აღწერს დაავადებას საბერძნეთში, აღწერს მდგომარეობას ადამიანებისა, რომელსაც ახველებს ყელის ტკივად. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მძიმდება. დიდი ალბათობით ეს უნდა ყოფილიყო გრიპი, აი ამ სიმპტომებიდან გამომდინარე. თუმცა ეს ფაქტორი კიდევ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სწორედ აი ამ დაავადების აღწერისას გამოიყენა ჰიპოკრატემ პირველად ტერმინი ეპიდემია. მათ ცოტა სხვა კონტექსტში, თუმცა ნუ რეალურად მაქედან იწყება და ჩდება სიტუაცია ეპიდემია, რომელიც შემდგომში ინფორმაციას იძენს, რა ფორმითაც მას დღეს ვიცნობთ. ამის შემდგომი პერიოდი არის ცოტა გაურკვეველი იმ თვალსაზრისით, რომ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. შემდგომში რა იყო, ხო, ადამიანებმა დაიწყეს კოლონიზაცია, აღმოჩენები დაიწყო პირველი დიდი მიგრაციული ტალღები და დიდი ალბათობით ეს უნდა ყოფილიყო კიდევ მრავალი დიდი ტრაგედიის მომტანი, იმიტომ რომ მაგალითად როცა ქრისტოფორ კოლუმბა იმოგზაურა ამერიკაში, დიდი ალბათობით ასე მოხდა გრიპის ვირუსი და დაახლოებით ისეთივე დიდი ტრაგედიები უნდა გამოეწვია, როგორც ეს გამოიწვია მანამდე, აი პირველად, როცა იფეთქა ძალიან ათასწლეულებით ადრე გრიპის ვირუსმა, ნუ ეს სავარაუდოდ ერაყის ტერიტორია უნდა ყოფილიყო. ერთი პერიოდი ამას იმპერიული დაავადებაც კი დაარქვეს. ზუსტად არ ვიცი და გრიპს გულისხმობდნენ თუ არა, მაგრამ რაღაცა მსგავს და დიდი ალბათობა რომ ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო თვითონ გრიპიც. აი შემდგომში უკვე მე-16 საუკუნიდან ჩვენ ვიცით რომ უკვე დოკუმენტირებული მასალები გვაქვს გრიპის აფეთქების. აქ ერთი კონტექსტი უნდა განმარტოთ კარგად, რომ ადამიანებმა ისევ არაფერი იციან მიკრობული სამყაროს შესახებ. მათ ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ, მაგრამ უკვე მე-16 საუკუნე, მე-17 საუკუნე ეს არის პერიოდი, როცა მიკროსკოპების გამოგონება დახვეწა მიმდინარეობს და ამასობაში აღმოაჩინეს ბაქტერიაც. ბაქტერია აღმოაჩინეს, რომელიც თავდაპირველად ოღონდ ითვლებოდა უბრალოდ მომცრო ცხოველად, ასეც უწოდეს მას, რომელიც გარემოში ბინადრობს და არ იყო ასოცირებული აი დიდ პანდემიებთან, ეპიდემიებთან, რომელიც თავს არ სცემდა მანამდე კაცობრიობას. ესეც ის რომ აი ეს ურთიერთკავშირი მიკრობულ სამყაროს მიერ გამოწვეული დაავადებების დადგენა უკვე მე-19 საუკუნეში ხა მოხდა. ანუ ესეც შედარებით გვიანი მოვლენაა.
თუმცა ჩვენ გქონდა მანამდე რამდენიმე დიდი პანდემია, ესენი იყო მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეებში. ეს პანდემიები პერიოდულად იწყებოდა ჩინეთში, პერიოდულად იწყებოდა რუსეთის ტერიტორიაზე. როგორც წესი, ადამიანთა 20-25%, ზოგჯერ 40%-ს აინფიცირებდა ხოლმე. გარდამტეხი იყო ასევე მე-19 საუკუნე, იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში ასევე კიდევ ერთხელ შეიცვალა ადამიანების ქცევა და ეს პირდაპირ იყო დაკავშირებული, რა თქმა უნდა, მიკრობული სამყაროს ევოლუციასთანაც. რა მოხდა ახლა ასეთი? მოხდა ის, რომ მოვიდა ეპოქა урბანიზაციის, დაიწყო პირველი ფაბრიკები, ქარხნები გაიხსნა, ადამიანებმა დაიწყეს მიგრაცია სოფლებიდან ქალაქებისკენ და მივიღეთ შემდეგი სურათი, რომ განჩნდა ძალიან დიდი ქალაქები, სადაც ჯერ კიდევ ჰიგიენა სანიტარიის საკითხები არ არის მოგვარებული, არ ვიცით ამ მიკრობების საფრთხის შესახებ და ეს იყო ფაქტობრივად ამ ინფექციური დაავადებების, ამ ინფექციური აგენტების ევოლუციის პიკი. იმიტომ რომ მაგ დროს იჩინა თავი აბსოლუტურად ყველა ამ დაავადებამ იმ ფორმით, რისი რესურსიც მას ჰქონდა და აი გამოავლინეს თავისი ხასიათი მაქსიმალურად და გამონაკლისი არც გრიპი იყო, რასაკვირველია, გრიპის პანდემიებიც იყო მე-19 საუკუნეში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეგრეთ წოდებული რუსული გრიპის პანდემია, რომელიც საუკუნის მიწურულს დაიწყო არა რუსეთში, არამედ ცენტრალურ აზიაში, უბრალოდ განსაკუთრებული გავრცელება პოვა რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებული ზიანი მიაყენა რუსეთს. ეს პანდემია იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პანდემიის სახელით შევიდა ისტორიაში და ასევე იმით, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ანუ ძალიან სწრაფად და მარტივად მოედო მთელ მსოფლიოს, დაახლოებით 40% ადამიანების ძალიან მალევე დაინფიცირდა მთელი მოსახლეობის. იმიტომ რომ ამ პერიოდში უკვე აქტიურად მიმდინარეობდა ქვეყნებს შორის მიმოსვლა, ვაჭრობა და ასე შემდეგ. მივადექით მე-20 საუკუნეს და მოდი განვიხილოთ მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი, რომელმაც ფაქტობრივად ამოაყირავა დამოკიდებულება გრიპის ვირუსის მიმართ და მისი მნიშვნელობა სხვა საფეხურზე აიყვანა. გულისხმობ ესპანური გრიპის ეგრეთ წოდებული ისპანკას პანდემიას. არსებული მონაცემებით ისპანკას პანდემიამ დაახლოებით 50-დან 200 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. მაინტერესებს კონტექსტი რო განვიმარტო პირველ რიგში, რა კონტექსტში განვითარდა ეს პანდემია, რა იყო ამ პანდემიის გამომწვევი ვირუსი, რატომ მიაყენა ამ ხელაზიანი კაცობრიობას და ცირკულირებს თუ არა იგივე შტამი დღეს ჩვენ გარშემო საზოგადოებაში. აი ესპანური გრიპის და შემდგომში მე-20 საუკუნის გრიპის პანდემიების მიმოხილვით დაუბრუნდებით აი იმ შეკითხვას, რომელზეც მოვაყოლეთ მთელი ეს ამბავი გრიპის სახელდებებთან დაკავშირებით. და საბოლოო ჯამში ჩვენ მივართ დღევანდელობამდე და ამ სეზონურ გრიპამდე. კი 1918 წლის 4 მარტი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე კაცობრიობის ისტორიაში, იმიტომ რომ აი ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზასის შტატში ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სამხედრო ბანაკის მზარეული იყო, მივიდა ჰოსპიტალში, იმიტომ რომ მას აწუხებდა მაღალი ტემპერატურა, ხველა და ასე შემდეგ, სხვადასხვა სიმპტომი. აღმოჩნდა, რომ ის არ იყო პირველი. ზოგადად საიდან დაიწყო შემდგომში ეს ყველაფერი, ან დღემდე დავისა და მსჯელობის საგანია. ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო ეს ადამიანი, მაგრამ სავარაუდოდ არა სულ პირველი. მას მალევე მიყვა ასეულობით ადამიანი ამ საავადმყოფოებში. საბოლოო ჯამში თითქმის 9 მილიარდი. და თან ეს მოხდა არანორმალური სისწრაფით. დღეს ჩვენ რო ვეცნობით ესპანური გრიპის პანდემიას, ხო დაუჯერებელ ინფორმაციებს ვკითხულობთ, იმიტომ რომ აი წეღან რასაც ვისაუბრეთ, გრიპის ხასიათი რეალურად აი ყველაზე ცუდად ამ პანდემიის დროს გამოავლინა. თან 9 მილიარდი ახსენე, როდესაც მოსახლეობა სულ რაღაც მილიარდის ფარგლებში. კი ბატონო. 9 მოსახლეობა დედამიწის. შეიძლება დედამიწის მოსახლეობის 9 ცოტა მეტიც დაინფიცირა ესპანურმა გრიპმა და აქვე მოდი ვთქვათ, რომ ეს ესპანური გრიპი ეწოდა მას იმიტომ, რომ ესპანეთი იმ პერიოდისთვის მიმდინარე პირველ მსოფლიო ომში არ მონაწილეობდა, ამიტომ მან აქტიურად დაიწყო ამ ახალი გრიპის გაშუქება, რასაც არაკეთებდნენ ომში ჩართული ქვეყნები სხვადასხვა მიზეზის გამო. და შესაბამისად ასოცირება მუდმივად ხდებოდა ესპანეთთან და საბოლოო ჯამში შერჩა ეს სახელი ესპანური გრიპი. თორე თვითონ ანუ ის პანდემიის დასაწყისის ადგილის მიმანიშნებელი არ არის ეს სახელწოდება. როგორ ავადობდნენ ადამიანები და ანუ რა ქონდა
განსაკუთრებული ამ ესპანურ გრიპს. მანამდე თუ აი ეს გენების გადაცვლის და ახალი კონფიგურაციების შემუშავების შესახებ არაფერი ვიცოდით. აი ამის ესპანური გრიპი არის ის გრიპი, როცა ვიცით რეალურად რა უნდა მომხდარიყო. ეს იყო ზუსტად იმ ისტორიის გაგრძელება, რითიც დავიწყეთ დღეს ჩვენ საუბარი, რომ ფრინველიდან გრიპის ვირუსმა მოახერხა ღორის ორგანიზმში გადასვლა და ეს ღორიც უკვე ცხოვრობს ადამიანის გარემოში, ხო? და ღორის ორგანიზმი არის ასევე რეზერვუარი მიმღები ასეთი ტიპის ინფექციური აგენტების და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ღორის ორგანიზმში ცხოვრობს 3 სხვადასხვა ტიპის გრიპი. ეს არის ადამიანის, ღორის და ფრინველის და დაიწყო აი ეს გენების მიმოცვლა ერთმანეთში. H-ებისა და N-ების, რაზეც წერავ საუბრობდით და საბოლოო ჯამში დაჭდა საბედისწერო კონფიგურაცია H1, N1 და ასე დაიწყო პანდემიების დედა პანდემია. ანუ ყველაზე დიდი და სისხლიანი პანდემია, რომელიც დღემდე ისტორიაში შევიდა სწორედ ამ სახელწოდებით. ადამიანები გარდა ჩვეულებრივი რუტინული სიმპტომატიკის, რომელიც ახასიათებს გრიპს, ხო, რომელიც არის ხველა, ცემინება, ტემპერატურის მომატება ასე შემდეგ, უჩიოდნენ ფილტვების ანთებას. პნევმონიები გახდა ძალიან გავრცელებული იმ პერიოდში. პირველი ტალღა ისეთი ძიმე არ იყო. ანუ ეს მარტის თვიდან ხო, მაისის თვეში და ასე შემდეგ. პირველი ტალღა ასეთი ძიმე არ იყო, თუმცა მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო და ნუ კაცობრიობამ ჩათვალა, რომ ეს ტალღა მოიგერია და ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ აგვისტოს, სექტემბრის თვიდან დაიწყო მეორე ტალღა და ეს მეორე ტალღა იყო ყველაფერი. ანუ ეს იყო აი ყველაზე საშიში ფაზა ამ პანდემიის და ესპანური გრიპის ხასიათის. იმიტომ რომ აქ უკვე დაემატა სხვა სიმპტომები. ადამიანები ფერს იცვლიდნენ. ამას ასაკვირველია თავისი სამედიცინო ახსნა აქვს, მაგრამ აი ამ ჟანგბადის ნაკლებობით და ასე შემდეგ ამ ფილტვების დაზიანებით საბოლოო ჯამში ვიღებდით შედეგს, რომ ადამიანები რაღაც მოლურჯო, მოშაო, ზოგჯერ მოწითალო ფერს იღებდნენ ხოლმე. ამ ფერების მიხედვით ექიმებმა დაიწყეს შემდგომში პროგნოზირება, რომელი პაციენტი გადარჩებოდა, რომელი ვერ გადარჩებოდა, ითვლებოდა, რომ რაც უფრო წითლისკენ იყო ადამიანის კანის შეფერილობა, უფრო ქონდა ალბათობა გადარჩენის, მაგრამ რაც უფრო შავისკენ მიდიოდა, მისი გადარჩენის შანსი ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობდა. ძალიან დამძიმდა ნევროლოგიური სიმპტომები და თვითონ ზოგადად მენტალური ჯანმრთელობა სავარაუდოდ, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცით ჩვენ კონკრეტულად ეს ვირუსით განპირობებული იყო თუ იმ რაღაც ქაოტური და ისტერიული მდგომარეობით, რომელიც მსოფლიოში ხდებოდა. მაგრამ გახშირდა ძალიან თვითმკვლელობების შემთხვევები. ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ფანჯრებიდან ხდებოდნენ სწორედ თვითმკვლელობის მიზნით. იყო შემთხვევები, როცა ყელს იჭრიდნენ ადამიანები პირდაპირ ქუჩაში. ხო, ანუ ეს იყო რაღაცა სრული სიგიჟე და არანორმალურობა, პანიკა, რომელიც დაიწყო, იმიტომ რომ ადამიანები სისხლს აღებინებდნენ, ორსულებს ნაყოფი წყდებოდათ და თვითონაც იღუპებოდნენ. აი ასეთი რეალობა დადგა და თან ეს ძალიან დიდხანს არ გრძელდება. ეს არის ძალიან სწრაფი პროცედურები. ამერიკაში ესე დოკუმენტირებული ჩანაწერებია, როცა ამბობდნენ, რომ ადამიანები დილით ავად ხდებოდნენ და სამსახურში წასვლისას უკვე იღუპებოდნენ. ნუ ეს არ ვიცი ხა რამდენად ჭეშმარიტია, უბრალოდ აი კონტექსტის აღსაქმელად. ასევე დაიბადა ბევრი რაღაც სიგიჟე და არანორმალური მოსაზრება. როგორც იყო მაგალითად ის, რომ ალკოჰოლი შველის დაავადებას, ამ მიკრობს კლავს ორგანიზმში, თამბაქოს კვამლი. და ადამიანებმა უკვე დაიწყეს ეს მავნეჩვევები, ყოველდღიურ რუტინად აქციებს. რაღაცა ნაწილმა რასაკვირველია. საქმე იმაშია, რომ სოფლიოს თითქმის ყველა წერტილში მოხდა რაღაცა ისეთი, რომელმაც დაამძიმა მდგომარეობა. სადღაც ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, ისეთი გადაწყვეტილების მიღები პირები, რომლებიც რაღაცა კონკრეტულ რეკომენდაციებს არ ემორჩილებოდნენ, ან არ იღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებებს და ეს ხდებოდა ტრაგედიის საფუძველი. მაგალითი რა ვთქვათ, მაგ პერიოდში გამოდის ჩარლი ჩაპლინის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფილმი და ნიუ-იორკის ერთ-ერთი კინოთეატრის მენეჯერმა საპრემიერო ჩვენების შემდეგ პრესაში დაწერა მის ინტერვიუ, რომ აი ფილმის ხარისხის შესაძლებლად გამოდგებაო აი ამ ადამიანების мотиваცია, რომ ამდენი ხალხი მოვიდა ფილმის სანახავად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. სანამ მისი სიტყვები დაიბეჭდებოდა პრესაში, ეს ადამიანი უკვე შეეწირა ესპანურ გრიპს. ასეთი იყო სხვადასხვა კონტინენტებზე უამრავი შემთხვევა. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი არა 1939 წლით უნდა თარიღდებოდეს, არამედ პირველი მსოფლიო ომის მიწურულს
მყისერად დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელიც უკვე გრიპის ვირუსმა გააჩაღა ამ ახალიშნა. ხო, ეს იყო ფაქტობრივად პირველი მსოფლიო ომის დასასრულის ფაზა და რო არ ყოფილიყო პირველი მსოფლიო ომი, ალბათ ეს სურათი ზოგადად არ გვექნებოდა. იმიტომ რომ ვინაიდან ჩვენ ზუსტად არ ვიცით პირველი შემთხვევა საიდან წამოვიდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო ამას უკვე მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ აი ამ სამხედროების, ხო, ჯარის მუდმივი გადაადგილების გამო სწრაფად მოედო მთელ მსოფლიოს. ესპანური გრიპი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის პირდაპირ გაგებით მთელ მსოფლიოს მოედო. მანამდე, როცა ჩვენ პანდემიები ქონდა, მსოფლიო პანდემიები, იყო ხო რჩებოდა კუნძულები, ზოგჯერ კონტინენტებიც, მაგალითად ავსტრალია, სადაც ეს ინფექციური დაავადებები ვერ აღწევდა. ამჯერადაც სხვადასხვა ავსტრალიამ კაცრი საკარანტინო ზონებით, რომ იქ არ შეღწია ვირუსს, ეს მოახერხა აი მათ შორის მეორე ამ ძიმე ტალღის დროს, მაგრამ უკვე როცა მესამე ტალღა დაიწყო, მესამე ტალღა უფრო მსუბუქი ვარიანტი იყო, ეს ხდება უკვე 1919 წელს. ამ პერიოდისთვის უკვე ასეთი შეზღუდვები მოხსნა ავსტრალიამ და იქ ფაქტობრივად ეს ეტაპები მერე თავიდან გაიარეს. ანუ ესე რომ გამოვყვეთ გეოგრაფიულად, ხო, ჩვენგან დასავლეთისკენ ადრე დაიწყო, ადრევე დამთავრდა და ჩვენგან აღმოსავლეთით, აი მაგალითად იაპონიაში იქ საერთოდ გვიანი პანდემიაც იმეწოდა, რომ შედარებით გვიან წავიდა. ტალღასავით გადაუარა. ამ ესპანურმა გრიპმა მთლიანად შეცვალა აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, ხო? ანუ სხვადასხვა მონაცემები გვაქვს. ახლა იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ სტატისტიკები არ დგებოდა. სხვადასხვა მონაცემები გვაქვს, ну სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო 50 ან 80 მილიონი, ზოგი ამბობს, რომ ეს იყო 100 მილიონი ან მსხვერპლის ოდენობა. საბოლოო ჯამში ესპანურმა გრიპმა შეიწირა ათეულობით მილიონი ადამიანი. ზუსტი რაოდენობა ჩვენ არ ვიცით. სულმცირე. სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც 50-დან 80 მილიონამდე. ზოგიერთი გათვლით ეს იყო 100 მილიონი, ზოგიერთი გათვლით ამასაც აჭარბებდა. თუ კი აი ესეთი გათვლები სწორია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანურმა გრიპმა მოკლა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე დაიღუპა პირველ და მეორე მსოფლიო ომში აღებული ერთად. ну რაც არ უნდა იყოს 1918 წლის შემდეგ დედამიწა აღარ იყო ისეთი როგორიც იყო მანამდე. და კიდევ აქვე კონტექსტისთვის უნდა განმარტოთ, რომ ჯერ კიდე არ აქვს აღმოჩენილი ვირუსები და ვირუსული სამყაროს შესახებ არაფერი ვიცით. თვითონ გრიპი ამ ეტაპზე ადამიანებს გონიათ ბაქტერიისგან გამოწვეული ინფექციური დაავადება. და რატო არის ხა ეს მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ კი არ იცი რა არის შენი მტერი, შესაბამისად მისი საწინააღმდეგო ინსტრუმენტების გამოგონება ფაქტობრივად შეუძლებელია, ხო? მაგრამ მოვიდა 30-იანი წლები და როგორც იქნა მოხდა გამორჩევა ვირუსებისა, სხვა მიკროორგანიზმებისგან და ნუ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აი ესენი და შხამი ქვია პირდაპირ გაგებით ამ ვირუსებს, ნუ ეს ვირუსები არიან ბევრი პრობლემის სათავე. აი აქედან იწყება უკვე მეცნიერების დიდი რევოლუცია იმ თვალსაზრისით, რომ ინსტრუმენტების შემუშავება დაიწყეს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. შევქმნით უკვე მალევე, ძალიან მალევე შევქმნით 40-იან წლებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაც, ანუ ეს საკმაოდ ძველი ვაქცინა, მაგრამ ამის მიუხედავად კიდევ დაგვატყდა გრიპის პანდემიები. მათ შორის იყო ჰონკონგის გრიპის პანდემია და ალბათ ძალიან ბევრ ჩვენს მაყურებელს ახსოვს 2009 წლის გრიპის პანდემია, რომელსაც ღორის გრიპის პანდემია ეწოდა. აი ღორის გრიპის პანდემია ეს იყო H1N1, ანუ ეს იყო ესპანური გრიპის ვირუსი. ოდნავ შეცვლილი ფორმით, დაბრუნებული თითქმის 100 წლის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ისევ გლობალური იყო, ისევ მთელ მსოფლიოს მოედო, ისეთი დიდი მსხვერპლი აღარ გამოუწევია, როგორც ეს მან გააკეთა 1918-19 წლებში. ამ შემთხვევაში გრიპი ძირითადად ახალგაზრდა პოპულაციაში ვრცელდებოდა და აი 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას თითქოს იმუნიტეტი ჰქონდა ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. მან ასეულობით 1000 ადამიანის სიცოცხლე მაინც შეიწირა, თუმცა ნუ შედარების თვალსაზრისით თუ ვიტყვით, ის არ იყო ისეთი ზიანის მომტანი და მძიმე, როგორც იყო მისი პირველადი ვარიანტი, იმიტომ რომ აქ ისიც არის გასთვალისწინებელი, რომ რამდენიმე მილიარდით იყო ადამიანთა პოპულაციაც გაზრდილი, ხო და პროცენტულად თუ გადავიტანთ, მაგ შემთხვევაში უკვე ღორის გრიპის პანდემია პროცენტულად ესე დამაზიანებელი არ იყო. ძალიან დიდი მადლობა ამ ისტორიული ექსკურსისთვის. მივადექით ალბათ დღევანდელი ჩვენი გადაცემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას, რომელსაც ქვია სეზონური გრიპი, რომლის აქტიურ ფაზაშიც ახლა შევდივართ და ფაქტობრივად შესულები ვართ.
უკვე და უნდა ველოდოთ გრიპის შემთხვევების მკვეთრ მატებას. რომ დავახასიათოთ ზოგადად რა არის სეზონური გრიპი და რა მახასიათებლებით გამოირჩევა ის? სეზონური გრიპი იგივე მახასიათებლებით გამოირჩევა, რა მახასიათებლებითაც გამოირჩეოდა ის აი ამ ისტორიის მანძილზე. მას ერთადად აქვს ახასიათებს აი ზედა სასუნთქის სისტემის ანთებითი მდგომარეობების განვითარება, შეიძლება ტემპერატურის მატება. ეს არის რაც რუტინულად და ჩვეულებრივ მიმდინარეობს ხოლმე. ნუ მძიმე შემთხვევებში, როცა მძიმე გამოვლინებები გვაქვს, ეს შეიძლება იყოს ფილტვების დაზიანება და იქ მიმდინარე დაავადებების განვითარება, რომელიც ნუ განსაკუთრებით საეშია ბავშვთა ასაკში, ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანების, ან რაღაც 60-70 წელს გადაცილებული ადამიანთა პოპულაციისთვის. მაგრამ მაინც წარმოვიდეთ რა არის სეზონური გრიპი და ეს რამე სხვა არის და ის ყველაფერი არის ახლა ვილაპარაკეთ სხვა არის, არ არის ეს ყველაფერი სხვა. ანუ ჩვენ დღეს როცა ვამბობთ, რომ თანამედროვე კლასიფიკაციით გვაქვს A ტიპის გრიპის ვირუსი, B ტიპის გრიპის ვირუსი, C, ნუ ეს C თითქმის აღარ ცირკულირებს ბოლო პერიოდში, აღარ არის აქტუალური. მათ მიღმა ჩვენ ისევ გულისხმობთ აი ამ პანდემიურ ვარიანტებს, რომელიც მანამდე არსებობდა. ეს არ ეხება B ტიპის გრიპის ვირუსებს. ისინი არ არის ასეთი მძიმე ისტორიის მქონე ვარიანტები, მაგრამ A ტიპის გრიპის ვირუსები სწორედ ასეთი ვარიანტებია. დღეს როცა ადამიანი ინფიცირდება გრიპის ვირუსით და იქი მეუბნება რომ მას აქვს A ტიპის გრიპის ვირუსი, მან უნდა იცოდეს რომ მას აქვს ორი ვარიანტი. ერთი ეს არის წეღანახსენები ჰონკონგის გრიპი და მეორე ეს არის H1N1, ანუ იგივე ღორის გრიპი ან ესპანური გრიპი. აი ეს ვარიანტები გვემართება დღესაც. მაგრამ თუ კი გვემართება ისეთ დაზიანებებს აღარ გვაძლევს, როგორცაც გვაძლევდა მანამდე. რა ხდება, რა მოხდა? იმიტომ რომ თვითონ საკუთრივ გრიპი მუდმივად იცვლის ფორმებს, მუდმივად მუტირებს და აღარ არის ისეთი მძიმე გართულებების გამომწვევი და მეორეს მხრივ ადამიანთა ნაწილს გააჩნია იმუნიტეტი, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო მუდმივად ცირკულირებს და გვაქვს მისაწინააღმდეგო ინსტრუმენტები. როგორც არის მაგალითად ვაქცინა, როგორც არის წამალი. ამიტომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისთვის ასეთი მძიმე აღარ არის, როგორც ეს იყო ადრე. თუმცა მიახლოებითი სტატისტიკა რო წარმოვიდგინოთ, ხო? უამრავ ადამიანს აინფიცირებს ყოველწლიურად და ზოგჯერ 500,000, 600,000 ადამიანი იღუპება ხოლმე ყოველ წელს აი ამ სეზონური გრიპის ვირუსების შედეგად მაინც. კი ბატონო. ამას თავისი ციკლურობა და ხასიათი აქვს, რასაკვირველია და ყველგან ერთსა და იმავე პერიოდში არ ცირკულირებს გრიპი. ეს ადამიანების ქცევაზეა ისევ ბევრად დამოკიდებული სეზონური გრიპის ვირუსებს გულისხმობ და აციებასთან ერთად, ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად იწყება ხოლმე მისი გავრცელება. ჩვენთან როგორც წესი, ჩრდილოეთის მხრიდან შემოდის ხოლმე, ანუ ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან, როგორც ყველა უბედურება, ასეც შემოდის ხოლმე, თუმცა ნუ ეხა გრიპს ამაში ვერ დავადანაშაულებთ. იმიტომ რომ რატო იქ პირველ რიგში იქაცივდება, იქ იცვლიან ადამიანები ქცევას და შემდგომში უფრო შედარებით სამხრეთში. რატო ვამბობ ამ აციებას? იმიტომ რომ თვითონ რაც საკურველია სიცივე ამ ვირუსებს არ აქტიურებს, აქ უფრო ადამიანის ქცევაზეა საუბარი და გადავდივართ დახურულ სივრცეებში, ფანჯრებს ვკეტავთ, ერთ სივრცეში ბევრი ადამიანი იყრის თავს, იმიტომ რომ იწყება სასწავლო პროცესი, ასე შემდეგ და ეს ხელსაყრელ გარემოს ქმნის ვირუსის გასავრცელებლად. მაგრამ თვითონ ეს ვირუსიც ვინაიდან ასეთი სწრაფად და ადვილად მუტირებს, მარტივად იცვლის ფორმებს და იმუნიტეტს დიდხანს არ გვინარჩუნებს. ეს რა იგულისხმება ამაში, რომ დღეს დავინფიცირდი, გამოვჯამრთელდი, დამრჩა იმუნიტეტი, მაგრამ რამდენიმე თვეში მომაკითხავს გრიპის ვირუსი, რომელსაც აიცილების კონფიგურაცია შეცვლილი აქვს, ჩემი იმუნიტეტი ტყუდება, ვეღარ ცნობს და ხელახლა მაინფიცირებს. აი ეს არის დღევანდელი სეზონური გრიპის ვირუსების ხასიათი. ზურა, რადგან დაავადება უკვე დავახასიათეთ, მოდი შევეხოთ მასთან გამკლავების მეთოდებს. გულისხმობ მკურნალობას და პრევენციას. შენი თქმის არ იყოს ესპანური გრიპი, ისპანკას პანდემია და 2009 წლის ღორის გრიპის პანდემია ერთი და იგივე ვირუსმა გამოიწვია. თუმცა შედეგები იყო რადიკალურად განსხვავებული და კაცობრიობამ ესე იგი უფრო მსუბუქად გადაიტანა 2009 წელს ღორის გრიპის პანდემია. ამას მხოლოდ გრიპის ვირუსის მუტაციას ვერ მივაწერთ, ხო? ანუ ამ 100 წლის განმავლობაში რაღაცა შეიცვალა, რაღაცა დაიხვეწა, რაღაცა გამოიგონეთ, გრიპის მართვა გაუმჯობესდა და გაიოლდა. რა ფაქტორებმა შეუწყო გრიპის მართვის გაიოლებას ხელი? ხო, ესეთი ფაქტორი არის რამდენიმე.
რამდენიმე პირველ რიგში ისევ იმით დავიწყებ, რომ მიკრობული სამყაროს კარგად შესწავლის შედეგად ჩვენ მივხვდით, როგორ უნდა დაგვეცვა თავი ამ ინფექციური დაავადებებისგან. აი კიდევ ერთი მარტივი მაგალითი ისევ ისტორიული რო წამოვიღოთ, იმ პერიოდში, ვინაიდან ესპანური გრიპის პერიოდზე ვსაუბრობ, ხო ყველა ქვეყანა ცდილობდა რაღაცა ტიპის საინფორმაციო კამპანია ჩაეტა, ადამიანებთან ინფორმაცია მიეტანა და ნუ ესენი ამ კომუნიკაციის მეთოდებში რასაკვირველია იყვნენ შეზღუდულები, მაგრამ როგორ ტიპის კომუნიკაციას შეხვდებით, იცით, რას ეუბნებიან ადამიანებს, რომ გრიპის დაავადება თავისით არ ჩნდება. ან დღეს ხო ვიღაცას ეს წინადება რომ უთხრა რომ ახლა ასე მარტო თუ იდგები თვის წერვალზე გრიპი არ დაგემართება, ხო? ნუ გეტყვის რომ ხო რას მიხსნი. მაგრამ ნუ მაშინ იყო ეს, იმიტომ რომ წინარე პერიოდი რომელიც ჰქონდა კაცობრიობას, ხო? იქ სხვადასხვა მიზეზები მოიაზრებოდა დაავადების განვითარების. მე-20 საუკუნე რეალურად აღმოჩნდა ის პერიოდი, როცა ჩვენ მიკრობული სამყარო კარგად შევისწავლეთ და აი ამ შესწავლამ საფუძველი დაუდო სხვადასხვა ინტერვენციებს უკვე შემდგომში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. და რას გულისხმობ? იგივე ესპანური გრიპის დროს იაპონიაში მრავალშრიანი თოლბანდების აფარება დაიწყეს პირზე. ანუ დღევანდელი ნიღბები, სამედიცინო ნიღბები, როგორიც რა მიზნითაც გამოიყენება, იგივე მიზნით იყენებდნენ მას. ნუ იგივე ხდებოდა სხვა ქვეყნებში, მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთ შტატში სავალდებულოც იყო ამ ნიღბების გამოყენება. ვირუსის შესწავლამ გვაჩვენა, რომ ეს წვეთები შეიძლება 2 მეტრზე გავრცელდეს და დისტანციის მნიშვნელობა შემოვიდა, რომელიც შემდგომში რაღაც სიმბოლო იქცა ინფექციების პრევენცია და კონტროლის თვალსაზრისით სამედიცინო დაწესებულებებში. აი ასეთი ტიპის პრაქტიკები, რომლებიც სხვადასხვა გადაწყვეტილებებს შობდა შემდგომში და რასაკვირველია ეს იყო პირველ რიგში ვაქცინაცია. ვაქცინაცია, რომელიც არ წარმოადგენს ისეთი ტიპის ვაქცინას, როგორებიც ვიცით ჩვენ მაგალითად ბ ჰეპატიტის ან სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევებისთვის, ის ვერ უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ძლიერ იმუნურ პასუხს ადამიანის ორგანიზმის, იმიტომ რომ ხასიათი აქვს ასეთი, რადგან ზეგან ჩვენ ვისაუბრეთ, ატყუებს ისევ ორგანიზმს და ეს არა იმდენად ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული, არამედ თვითონ ვირუსის ხასიათზე. ამიტომ გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს. ასევე შეიქმნა მედიკამენტი, რომლითაც ჩვენ რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციის მკურნალობა ხო წინსწრებით, ესეც ცოტა სპეციფიკური მედიკამენტი არის. აი ამ ყველაფერმა ერთობლიობაში მოგვცა ის შედეგი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და 2009 წლის პანდემია რატომაც იყო შედარებით მსუბუქი, ან დღეს სეზონური გრიპი რატო არ გვაყენებს ისეთ სერიოზულ ზიანს. კი ბატონო, ვაქცინაცია ახსენე და საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ალბათ არის ვაქცინაციის პროცესი წელს საქართველოში. როგორც ვიცით, ყოველწლიურად სახელმწიფოს გრიპის სეზონის წინ შემოაქვს ვაქცინები იმარაგებს და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ვაქცინა არის ხელმისაწვდომი. საზოგადოებას რომ აუხსნათ, მაყურებელს რომ აუხსნათ, პროცესის რა ეტაპზე ვართ ახლა და ვინ უნდა ჩაიტაროს აცრა პირველ რიგში? ვისთვის არის განკუთვნილი ეს ვაქცინები? გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ხოლმე დაახლოებით ოქტომბრის თვიდან, ნოემბერში როგორც წესი გვაქვს ხოლმე პირველი შემთხვევები და შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაახლოებით 1 თვით უსწრებს ხოლმე ამ პროცესს. ნუ ეს ვაქცინები როგორც წესი არის დამზადებული იმ შტამების საწინააღმდეგოდ, რომელიც მოსალოდნელია რომ უნდა ცირკულირებდეს მაგ პერიოდში ქვეყანაში და ეს ჩვენ ვიცით ხოლმე მანამდე იმ ქვეყნებზე დაკვირვებით, სადაც უკვე დაიწყება ხოლმე გრიპის სეზონი ჩვენზე ადრე და ეს არის ხოლმე ძირითადი სტანდარტი. პირველ რიგში ვაქცინაცია იწყება მაღალი რისკის პოპულაციისთვის და ვინ არიან მაღალი რისკი? ესენი არიან ბავშვები პირველ რიგში, ესე განსაკუთრებით ჩვილები. ისინი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები და ხანდაზმული მოსახლეობა. ეს არის ძირითადი. რომელსაც მართლა გადამწყვეტად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს როგორც თვითონ ვირუსი, ისე რასაკვირველია მისგან პრევენცია, ანუ გრიპის ვაქცინა. გრიპის ვაქცინა ჩვენ შეგვიძლია 6 თვიდან ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოვიყენოთ და ამით ძალიან მძიმე შედეგები ავირიდოთ თავიდან.
რაც შეეხება ჩვენი მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, მათთვის არის რეკომენდებული, რომ ეს გაიკეთონ არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის, არამედ სხვების დასაცავადაც. სულ უნდა გვახსოვდეს ჩვენ ერთი რაღაც, რომ ნებისმიერი ვაქცინა, მათ შორის გრიპის ვაქცინა, ეს არ წარმოადგენს ინდივიდუალური გადაწყვეტილებისა და პასუხისმგებლობის საკითხს. ეს არის საზოგადოებრივი საკითხი, იმიტომ რომ სანამ ყველა არ იქნება დაცული, ვერც ერთი ინდივიდი ვერ იქნება დაცული. ანუ ჩვენ თუ ჯანმრთელ საზოგადოებაში ყველანი ერთად არ ვიცხოვრებთ, შესაბამისად აქ ინდივიდების კონკრეტულ რაღაც რისკებს ისეთი დიდი მნიშვნელობა შეიძლება რომ არ ქონდეს. აბსოლუტურად გეთანხმები. საინტერესოა ასევე სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყანაში, გულისხმობ გრიპის მძიმე გართულებების და სიკვდილობის მაჩვენებლებს იმის მიხედვით, თუ როგორი არის ვაქცინაციის დაფარვა მოსახლეობისა. ანუ რამდენად არის კორელაციაში ვაქცინაციის ათვისება ამ მაჩვენებლებთან, გულისხმობ სიკვდილობის და გართულებების მაჩვენებლებს. ახლა რა პასუხიც სავარაუდოდ არის მოსალოდნელი ჩემგან? ალბათ მოსახლეობი, ახლა ჩვენი ადამიანები ვინც გვიყურებენ, ალბათ თვლიან, რომ ხო, ეს ხო არის ორჯერ ორი, მაგრამ უნდა იცოდნენ ადამიანები, ეს ყოველთვის ასე არ იყო. და ზოგადად მედიცინის განვითარების ტრაექტორია ასეთი არ ყოფილა. ანუ ის, რომ დღეს ჩვენ ამდე რესურსს ხარჯავთ პრევენციაზე, ესეც შედარებით ბოლო აწლეულების გეზია, რომელიც ავიღეთ, თორემ მანამდე ძირითადი რესურსები ჰოსპიტალური სექტორის, ანუ საავადმყოფოების განვითარებაზე იყო და თვითონ ინტერვენციულ მედიცინაზე. იმიტომ რომ არ აქვს ქვეყანას მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა მის ეკონომიკურ სიძლიერეს და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის გვაქვს ერთი და იგივე სურათი. პრევენცია ყოველთვის იაფია მკურნალობას. მაგრამ როცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობით კონტექსტში ვუყურებთ ამ საკითხს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი, რომ არა მხოლოდ სამედიცინო დანახარჯებზე ვსაუბრობთ ჩვენ ამ შემთხვევაში, არამედ ვსაუბრობთ ზოგადად ქვეყნების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. იმიტომ რომ მასობრივი ავადობა ქვეყანაში რაღაცა სეზონზე ეს რეალურად იწვევს გაცდენილ სამუშაო საათებს, გაცდენილ სასკოლო საათებს, ბავშვების ავადობა იწვევს იმას, რომ ბავშვები ვეღარ დადიან საბავშვო ბაღებში, სკოლებში, მშობელი ამის გამო ვეღარ მუშაობს და ასე შემდეგ. ანუ ეს ერთგვარად ეს ყოველთვის ქმნის ხოლმე კრიზისს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისი იმიტომ არის ცუდი და დამაზიანებელი, რომ მას შეუძლია სხვა ტიპის კრიზისების გამოწვევაც, როგორც არის ფინანსური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი და ასე შემდეგ. ჩვენ ამისი მაგალითები ძალიან ბევრი გქონდა და გქონდა ცოტა ხნის წინაც COVID პანდემიის პერიოდშიც. და ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ გრიპის ვაქცინა ზოგადად მაინც და მაინც ინფიცირებისგან არ გვიცავს, არამედ მისი გართულებების და სიკვდილის რისკს ამცირებს უკიდურესად და მეთანხმები ალბათ. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არასწორი მოლოდინები არ უნდა ქონდეთ ადამიანებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ვაქცინირებული ადამიანის იმუნური სისტემა მაინც შეიძლება მოატყუოს ვირუსმა, მაინც შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვეცოდინება, რომ არ მივიღებთ ისეთ მძიმე შედეგებს, რომლებიც მძიმე შედეგებზეც ჩვენ წეგან ვსაუბრობდით. რატო? იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი მომზადებული დახვდება და აი ამ ვირუსული დატვირთვა ამ შემოტევას გაუძალიანდება ისე დონემდე, რომ აი ისე არ დააზიანოს ადამიანის უჯრედები და ქსოვილები, რომ მას საავადმყოფოში მოხვედრა დაჭირდეს, ან კიდევ უფრო მძიმე შედეგი დადგეს. კი და აქვე ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ და არ გამოგრჩეს ეს ფაქტი, რომ გრიპის დროს დაუშვებელი არის ანტიბიოტიკების გამოყენება, თუ გრიპი არ გართულდა ბაქტერიული ინფექციით, ფილტვების ანთებით მაგალითად, ხო? ესეც არ არის ძალიან დიდი ხნის აღმოჩენა, როცა ჩვენ ერთის მხრივ ანტიბიოტიკები აღმოვაჩინეთ და მეორეს მხრივ დროში დაემთხვა ფაქტობრივად, როცა აღმოვაჩინეთ ვირუსული ინფექციებიც, ხო? და ეს ყოველთვის უნდა გავიმეოროთ და ყოველთვის უნდა ვიცოდეთ ადამიანებმა, რომ ანტიბიოტიკი მუშაობს მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ. და არც ერთი ვირუსის წინააღმდეგ არ არის ეფექტური. ვირუსის წინააღმდეგ ის ეფექტური არ არის, მას უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ვირუსული ინფექციებისთვის. არის გამონაკლისები, ასეთი არის ხოლმე ყოველთვის გრიპის შემთხვევებიც, როცა ანტიბიოტიკის გამოყენება გვჭირდება, ოღონდ ეს არის გამონაკლისი შემთხვევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავიაზროთ. თუ კი შეიძლება გრიპის ვირუსის შედეგად მივიღოთ ბაქტერიული თანდართული კოინფექცია, როცა მაგალითად ფილტვების ანთება ბაქტერიული გართულებით იწყება, ამ შემთხვევაში ანალიზით ლაბორატორიულად თუ გვაქვს ეს დადასტურებული ბაქტერიული თანდართული ინფექცია და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა რეცეპტის საფუძველზე მიიღოს ადამიანმა ანტიბიოტიკი და არავითარ შემთხვევაში თითნებურად.
კი ბატონო. და ბოლოს კითხავ, როგორ გამოიყურება გრიპის მართვის პერსპექტივა სამომავლოდ. ახლახანს გავიგეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაზალური სპრეის ფორმით გამოყენება სახლის პირობებში. ანუ ადამიანს შეუძლია რომ სახლის პირობებში ცხვირში ვაქცინის ერთი შესხურებით თავიდან აირიდოს ინფექცია, მისი გართულებები და რა თქმა უნდა, უმთავრესი სიკვდილისგან დაიზღვიოს თავი. ასევე ვიცით რომ შემუშავების პროცესში არის მესენჯერულ RNA-ზე დაფუძნებული ვაქცინები და კვლევის სხვა ფაზას გადის. რა უპირატესობა შეიძლება გააჩნდეს ამ ვაქცინას და ზოგადად რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ გრიპის მართვის კონტექსტში? როცა გრიპის პერსპექტივებზე ვსაუბრობთ, ერთ ცოტა მოდი ნეგატიური მხარე ვთქვათ და იმიტომ რომ გასაგებია რომ ადამიანებს არ უნდა ვაშინებდეთ, არც უნდა გვეშინოდეს, რასაკვირველია. დღეს შეგვიძლია ვენდოთ მეცნიერებას და თავი დავიცვათ. უბრალოდ სიფხიზლე არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დავაიგნოროთ მომავალი საფრთხეები. რაც როგორც წესი ასე ხდება ხოლმე და ესპანური გრიპის შემთხვევაშიც ასე იყო. ესპანურ გრიპს ეძახიან ხოლმე დავიწყებულ პანდემიას. დავიწყებული პანდემია, იმიტომ რომ ამ ხელა ტრაგედიის ფონზე ადამიანებს მისი გახსენება ასე შემდეგ აღარ უნდათ და ეს შეიძლება ერთის მხრივ ლოგიკური და ახსნადი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს როცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემა ივიწყებს და აქედან გაკვეთილებს ვერ სწავლობს, ვიღებთ ხოლმე ისეთ შედეგებს, როგორი შედეგიც მივიღეთ მაგალითად 2019 წელს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ გრიპის ვირუსს აქვს უნარი მუდმივად იცვალოს სახე და ახალი პანდემიები გამოიწვიოს. ეს არის პანდემიური ვირუსი, მას მუდმივად შესწევს ამისი უნარი. მეორე ჩვენ როგორ მოვიქცევით? რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღესდღეობით, პერსპექტივას უკეთეს ხდის. ერთის მხრივ ეს არის ეს ტექნოლოგია, ეს მესენჯერული RNA ტექნოლოგია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტური ვაქცინები შევქმნათ. ეფექტური ვაქცინები შევქმნათ იმ თვალსაზრისით, რომ დიდხანს მიყვებოდეს იმუნიტეტი, აღარ გჭირდებოდეს ეს სეზონურად ვაქცინების გაკეთება და ასე შემდეგ. ეს ჯერ პერსპექტივაა და პოტენციალზე ვსაუბრობთ, რომელიც მზადდება, მაგრამ არ არის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი. მაგრამ თანდათანობით ეს ტექნოლოგიებიც, როგორც არის მაგათ ეს სპრეი, ამ ყველაფერს აიოლებს და პოპულაციის ზრდასთან ერთად ასეთი ტიპის სიახლეები თუ არ წამოგვეწია, უფრო და უფრო გართულდება ლოჯისტიკა, ერთის მხრივ როგორც ვაქცინების, ისე ადამიანების, რომ ისინი მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებამდე და ეს ვაქცინები აიონ. საბოლოოდ ალბათ ყველაფერი დაახლოებით იგივე სისტემაში გადავა, როგორც იყო აი ეს სპრეის მაგალითი, რომ გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი, უფრო იოლი უნდა იყოს ეს ადამიანებისთვის და გადაწყვეტილებასაც უფრო ადვილად მიიღებენ ადამიანები, რომ გაიკეთონ თუ არა რაღაცა კონკრეტული ვაქცინა, იმისთვის რომ დაიცან თავისი თავი და თავისი გარშემოყოფები. კი ბატონო, და ალბათ მესენჯერული RNA ვაქცინის ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ ამ ვაქცინაში ჩარევა და მისი გენეტიკური მასალის შეცვლა და დაწევა ამ გრიპის ვირუსების ახალ შტამებზე უფრო მარტივი იქნება და უფრო გაამარტივებს ეს მესენჯერული RNA ამ პროცესებს. ძალიან დიდი მადლობა ზურა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და ასეთი საინტერესო აქცენტების დასმისთვის. ძალიან დიდი მადლობა. თუ მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, ასევე გამოყვებით Facebook და Instagram გვერდებზე. ჯანმრთელობის დღიურები კი დღეს ამით გემშვიდობებათ, გისურვებთ ჯანმრთელობას მომავალ შეხვედრამდე.